გამარჯობა. მე ლელა ვარ. ეს არის 47-ე ვიდეო ჩემს ბლოგზე და 22-ე წიგნი მე-7 კლასელებისთვის წაკითხული. საგანგებო შევარჩიე ჰარი პოტერი და ერთი სული მქონდა, როდის გაგაცნობდით ჩემს კიდევ ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნს. წინა ვიდეოში ვისაუბრე მიო ჩემო მიო ასტრიდ ლინდგრენის ამ რომანზე და მიოს ვთქვი, რომ ამ წიგნმა საბავშვო ლიტერატურასთან მიმაბრუნა მეთქი. მიოს შემდეგ წავიკითხე ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა პირველად და ეს იყო მართლაც დიდი მიბრუნება ლიტერატურასთან, ის ემოციები, რაც პირველი წაკითხვისას დამეუფლა, ახლაც როცა მე რამდენად გადავიკითხე, არ ვიცი და ბოლო რამდენიმე თავის აგულდაგულოდ წავიკითხე, არ გახუნებულა. მიო ჩემო მიო ამ წიგნზე ვთქვი მე, რომ ჩემი გული აანთო მეთქი და ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ამ ჯოან როულინგის ინგლისელი მწერლის პირველ წიგნზე. ერთი კონკრეტული ეპიზოდი მინდა გავიხსენო, რომელიც სწორედ ამ პირველი წაკითხვის შემდეგ ღრმად ჩამრჩა გულში. ეს ეპიზოდი ეხება დედობას. სიუჟეტი ამ წიგნის ბევრმა ადამიანმა იცის, ეს არის ობოლი ბიჭის შესახებ, რომელიც იწყება ამბავი ასე, რომ ჰარი პოტერი ცხოვრობს დეიდასთან და ბიძასთან ერთად, ყავს ერთი დეიდაშვილი, დადლი და ძალიან ჩაგრავენ მას, კიბის ქვეშ აქვს პატარა ოთახი საკურჭნაო მოწყობილი და ფსიქოლოგიური თუ დადლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არის ჰარი პოტერი, ეს პატარა ობოლი ბიჭი, არაფერი არ იცის საკუთარი წარსულის შესახებ. ერთ დღესაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება წერილი, ბუებს მოაქვთ ეს წერილი და ყველაფერი შეიცვლება. ჰარის დაბადების დღეზე ხდება ეს ამბავი. ჰარი პირველ ნაწილში 11 წლის ხდება და ყოველი ნაწილი, 7 ნაწილი არის ამ წიგნის, ჰარი პოტერის ამბავი მოიცავს 7 წიგნს. ყოველ ნაწილში ხდება 1 წლით იზრდება ჰარი, მისი ცხოვრების 1 წელი არის აღწერილი. და ჰარი აღმოჩნდება ჯადოქრების სამყაროში, ჰოგვორტსში, სკოლაში და ირკვევა, რომ ის არის ჯადოქარი, მისი მშობლები ვოლდემორმა დახოცა და მისი მოკლაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და იმ დღის შემდეგ შუბლზე აქვს ნაიარევი. ჰოგვორტსში ჩასული ყველას ყურადღებას იპყრობს, რადგან ყველა მიცის ამ მოვლენის შესახებ და შემდეგ უკვე ვეცნობით ჰაგრიდს, პროფესორ მაკგონაგელს, ალბუს დამბლდორს, ჰოგვორტსის სკოლის წინამძღოლს, სნეიპს და სხვა მასწავლებლებს. ჰარი უმეგობრდება ორ ბავშვს, ნევილს, რონსა და ჰერმიონს, ასევე ნევილიც ჩნდება როგორც ძალიან საინტერესო პერსონაჟი და თავდადებული მეგობრობის მეგობარი. და ეს სამი მეგობრის ამბავი არის მოთხრობილი. სიუჟეტი არის ძალიან დინამიკური, ერთგვარი დეტექტივიც შეიძლება დეტექტივის უწოდოთ, თუმცა თვითონ ჟანრი არის ფენტეზის ჟანრი, ლიტერატურული ზღაპარი, რომლის შესახებ უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, მაგრამ ჰარი პოტერზე საუბრისას ეს განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა არის ფენტეზის ჟანრი და ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც იმ მტკივნეულ ამ საკითხზე, რომ დღესაც ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მშობლები, უფროსები, რომლებიც ბავშვებს ამ წიგნს უკრძალავენ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ფაბულა, თვითონ ფორმა, როგორცაც ეს ავტორი გვთავაზობს და რაც არის ცალსახად ფენტეზის ჟანრის მახასიათებელი, მათთვის არის მიუღებელი. გულისხმობ ცოცხებით ჯადოქრებს და კიდევ სხვა ისეთ მძაფრ მოვლენებს, რომლებიც ამ წიგნებში არის აღწერილი.
ეპიზოდის თუნდა დამეწყო და გამიგრძელდა, მაგრამ ალბათ ამის გარეშე ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული, დაინტერესებს, რას ეხება ეს წიგნი, სიუჟეტს გულისხმობ და ფენტეზს მივუბრუნდები, მოდი ისევ ეპიზოდზე გავაგრძელებ საუბარს. ეს არის ჩემი მოხატული ბალიშის პირი, რომელიც ძალიან მომწონს და წარწერებიცაც მე შევეხები და ეპიზოდი რომელიც მინდოდა მე თქვა თქვენთვის არის ამგვარი. როდესაც წიგნის ბოლოს ჰარი პოტერს მოუწევს შებრძოლება ვოლდემორთან და ერთ-ერთ ხო მოკლედ არ მინდა რომ ვცდილობ რომ ისე მოვყვე პირველად წაკითხვის სიამონება არ მოგაკლოთ და გადარჩება ჰარი პოტერი და როდესაც ის კითხავს ალბუს დამბლდორს რომ რამ გადამარჩინაო ბევრ კითხვას უსვამს პროფესორი ყველაფერზე არ პასუხობს და ეტყვის რომ როცა დრო მოვა მაშინ კი პასუხებ და ამ კითხვაზე ასეთ რამეს ეუბნება რომ შენ გადაგარჩინა დედის სიყვარულმა რომელსაც კანით ვატარებთ ჩვენს შირჩება არიან თუ არა ისინი ჩვენთან და როდესაც ეს ეპიზოდი წავიკითხე მახსოვს რომ ცრემლები წამომივიდა და ახლაც იგივე დამემართა და წარმოიდგინეთ აი აქედან მინდა მე დავიწყოს სწორედ იმაზე საუბარი წიგნის აკრძალვას რაც ეხება როგორი შთამბეჭდავი არის თავად ეს თემა რომელსაც ავტორი ეხება დედის სიყვარული დედობრივი სიყვარული რომელიც იცავს ჰარი პოტერს სიკვდილისგან როგორ შეიძლება და ასეთი თემები არის მრავლად, ასეთი მომენტები, ეპიზოდები ამ წიგნში და როგორ შეიძლება რომ ეს წიგნი არ წავაკითხოთ ბავშვებს ან იყოს რაღაც ესეთი ტაბუდადებული და გვიწევდეს მასწავლებლებს ბევრი ლაპარაკი იმის შესახებ რომ დიახ ჰარი პოტერი არის ის ერთ-ერთი შთამბეჭდავი წიგნი მე-21 საუკუნეში დაწერილი რომელიც ბავშვს კითხვას აყვარებს და ასწავლის მეგობრობას, იმამაცის, თავდადების, ნებისყოფის მნიშვნელობას და ახლა მივუბრუნდეთ ფენტეზის ჟანრს, რომ უფრო არგუმენტირებულად დავასაბუთოთ თუ რა აშინებთ ადამიანებს ამ წიგნში და რატომ უნდა ვიკითხოთ. რატომ არის უსაფუძვლო ეს შიში. საერთოდ ნებისმიერი წიგნის აკრძალვა ჩემთვის არის წარმოუდგენელი და მიუღებელი, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ყველა დროში და სხვადასხვა ქვეყანაშიც რომ გარკვეული აკრძალული ლიტერატურა არსებობს. თავად მაშინ თუ კი ამ ჭრილში ვიფიქრებთ რომ არ უნდა წავიკითხოთ ჰარი პოტერი იმის გამო რაც უკვე ვახსენე, მაშინ არ უნდა ვიკითხოთ ქართული ხალხური ზღაპრები, სადაც უამრავი სისასტიკე არის აღწერილი, ვეფხისტყაოსანი, რომელიც მაგალითად აკრძალული იყო ანტონ კათალიკოსის მიერ და გავიხსენებ ერთ ეპიზოდს, როდესაც ფატმანი გაგზავნის მონას, რომ შეიტყოს ქაჯეთში გაგზავნის ნესტანის შესახებ, მოისხავს მონა მოსას ხამს და უჩინარდება. ესე იგი ეს უჩინმაჩინის მოსასხამი და ეს ამგვარი მოტივები, რაც ჯადოსნური ზღაპრისთვის არის დამახასიათებელი, თუნდაც კუდიანი დედაბერი, აი გავიხსენოთ წიქარა, სადაც ბავშვი ბიჭი ზის ალვის ხეზე და სალხინებელ სალამურს უკრავს, კარგად გრძნობს თავს და ამ დროს მოდის მასთან ერთი დედაბერი, გაიგებს ამ ხმას და მოდის და ცდილობს რომ დაურღვიოს ეს ჰარმონია. შური აღეძვრება, სხვისი კარგად ყოფნა მას ცუდად გახდის და ყველაფერს გააკეთებს რომ ეს ბავშვი 9 კლიტულში გამოკეტოს. აი ამგვარი მოტივები ლიტერატურაში მოძრაობს და ყველა ქვეყნის ლიტერატურაში გვხდება და თუ კი გავიხსენებთ რომ ლიტერატურის უძველესი ჟანრია ჯადოსნური ზღაპარი, მაშინ არ გაგვიკვირდება
ის რაც აქ არის აღწერილი. უბრალოდ ფიქრობ რომ ლიტერატურა ჯოან როულინგმა საბავშვო ლიტერატურაში დააბრუნა ჭარბი დოზით ზღაპარი. აი ზღაპართან მიბრუნება იყო რაც თანამედროვე ეპოქის მკითხველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და როცა ლიტერატურათ ცოდნის თვალით ვკითხულობ ამ წიგნს ძალიან ბევრ პარალელს პოულობ ინგლისური საბავშვო ლიტერატურასთან. ჩვენ ვიცით როგორი მდიდარი საბავშვო ლიტერატურა აქვს და როგორი მემკვიდრეობა ლიტერატურული მემკვიდრეობა დგას ჯოან როულინგის უკან. როგორც ვიცი ეს წიგნი შოტლანდიაში იწერებოდა და როცა ვკითხულობდი ალბუს დამბლდორთან შეხვედრას აი ჯეიმს ჯოისის წიგნი ახალგაზრდა სახელი აღარ ვერ ვიხსენებ ახლა მოკლედ იქაც ამ წიგნში ჯეიმს ჯოისის რომანშიც ვერაფერ ვიხსენებ სახელს აქაც არის ზუსტად იგივე მსგავსი ეპიზოდი როცა მთავარი პერსონაჟი ხვდება პროფესორს და მათმა საუბარმა გამახსენა ჰარისა და ალბუს დამბლდორის საუბარი და დამოკიდებულება. ასევე გაგვახსენდება პიტერ პენი, ელისის საოცრებათა ქვეყანაში, ტოლკინის მთელი შემოქმედება და არ ვიცი ძალიან ბევრი ზღაპარი რეალიზმის შიც რომ გადმოვინაცვლოთ ამ ჟანრში ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტიც გაგვახსენდება აი მოტივები მეორდება ჯოან როულინგი როგორც ჩანს კარგი მკითხველია ის კარგად იცნობს საბავშვო ლიტერატურას და აი ეს მარადიული თემები და სიუჟეტური ქარგა რაც არის მისი ლიტერატურისთვის თუ მსოფლიო ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ამ ყველაფერის გამოყენებით ქმნის სრულიად განსხვავებულ სამყაროს გამისხლტა ფიქრი რაც უნდა მეთქვა ხო, ობოლი ბიჭია, ობლობის თემა გვხდება ბევრ მწერალთან, მათ შორის ჩარლზ დიკენსთან და როდესაც ოლივერ ტვისტს ვკითხულობ, ჩემს შვილთან ერთად უკვე მეორე წელია, ხშირად ვავლებთ ხოლმე პარალელს ამ წიგნთან, ჰარი პოტერთან გვახსენდება მისი განცდები. ფენტეზის ჟანრისთვის დამახასიათებელია, რომ სხვა სამყარო უნდა შექმნას მწერალმა და აი ეს ჯადოსნური ზღაპრის ელემენტები უხვად უნდა შემოგთავაზოს სხვადასხვა არსებები, ზღაპრული არსებები და გვხვდებიან გობლინები, ტროლები თავისი ამ კულტურიდან წამოღებული აქვს როგორც ჩვენთან დევია ხო მაგალითად ასევე ელფები, დრაკონები, აი ამგვარი ზღაპრული პერსონაჟები შემოყვანილი ყავს მწერალს ამასთანავე ფენტეზის ჟანრისთვის ჯადოსნური ზღაპრისგან განსხვავებით დამახასიათებელია რომ მთავარი პერსონაჟი გადის განვითარების დიდ გზას. მან გარკვეული მისია უნდა იკისროს, ის გამორჩეული არის რაღაცა ნიშნით, როგორც ზღაპარში, თქვათ, ზღაპრის გმირი, ჰარი პოტერსაც აქვს თუნდაც ის ნიშანი შუბლზე და ის მარტო მიარღვევს ამ გზას თავის მისიას, მასზე დაკისრებული მისიას გულისხმობ, თუმცა ამ გზაზე მას ხვდებიან მავნეებთან ერთად დამხმარეებიც, მჩუქებლებიც, რაც პროფესიული ჯადოსნური ზღაპრის განმარტებიდან ვიცით და ამ წიგნში მასთან ერთად იბრძვიან რონი და ჰერმიონი ბავშვები. ბავშვის როლზე ყურადღების გამახვილება ალბათ საგანგებო იყო მწერლისთვის, რადგან ეს ლიტერატურაშიც ცნობილი არის და ბავშვების ძალაზე მასწავლებლებმაც და მათ ბავშვებით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად ვიცით თუ როგორი დიდი ძალა აქვთ მათ. მაგრამ ბავშვებთან ერთად აქ ბრძენი ადამიანებიც უფროსების სიბრძნეც აუცილებელია რომ მათ გადალახონ ის სირთულეები და ბოლომდე იბრძოლონ იმ სიკეთისთვის, კეთილი მიზნისთვის.
ამ ვიდეოში ყველა თემას ვერ შევეხებით, რომ ცხადია, თუმცა მინდა გამოვყო რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ძალიან მიყვარს. ერთი არის, ხო, რაც შეეხება რომ ვახსენე დედობრივ სიყვარულთან დაკავშირებით, ამ წიგნში თქვენ შეხვდებათ Sirius Blake-ი შემდეგ ნაწილში გვხვდება, მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება ნათელ მირონობაზე და ისეთი ნათლია, როგორც Sirius-ი არის, ნეტა მე ვიყო, იმდენად ჩართული არის და იმდენად დიდ როლს თამაშობს ჰარის თავისი ნათლულის ცხოვრებაში. ამასთანავე ჰაგრიდი მინდა გაგაცნოთ და აი ჩემს ამ ქურთუკზე თუ ლაბადაზე წარწერები მაქვს ლიტერატურული ტექსტებიდან და ერთ-ერთი არის ინგლისური წარწერა, სადაც ასეთი ფრაზა არის, რომ როდესაც ჰარი პოტერი უნდა წამოიყვანონ უბრალოდ მიიყვანონ და დაუტოვონ დეი და პეტუნიას, ერთი წლისაც არ არის ჩვილია ჰარი პოტერი, აღარ მახსოვს რა მხელა არის ზუსტად, მაგრამ მოკლედ საბავშვო ეტლში არის და უნდა მიუყვანონ კალათში. მაკგონაგელი და დამბლდორი პრივიტედ რაივის ღობეზე სხედან და ელოდებიან ჰაგრიდს და მაკგონაგელი კითხავს ასეთ რაღაცას, რომ შენ როგორ ფიქრობო, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ჰაგრიდს ენდობიო, რაღაც მნიშვნელოვანს რომ ანდობო და დამბლდორი ასეთ პასუხს აძლევს მას, რომ მე ვფიქრობ, მე საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობდი ჰაგრიდსო და აი წარმოიდგინეთ მეგობრისადმი გამოხატული ნდობა, მეორე ადამიანისადმი, თუნდაც ეს მეგობარი არ იყოს, რამხელა როგორი დიდი ღირებულებების მატარებელი არის ამ ადამიანების თვითშეგნება, ხომ? როგორ დიდ მნიშვნელოვან ღირებულებებზე დგას მათი შეგნება. მეორე კიდევ მესამე რაც ზუსტად აი ამ წარწერას ეხება, მინდა წაგიკითხოთ, ეს არის ჰარიმ ქაღალდი შემოახია და ხელით ნაქსოვი ზურმუხტისფერი სქელი შალის ჯემპრი და შინაური ტკბილეული ამოიღო. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა მინდოდა რომ სწორედ ის ეპიზოდიდან ამომეღო ციტატა, რომელიც უკვე ვახსენე დედის სიყვარულთან დაკავშირებით, მაგრამ მე ერთ-ერთი წიგნი, რომელიც გაგაცანით, საიდუმლო ბაღი, აი იქ გესაუბრეთ მისის სოუერბერის შესახებ, რომელსაც 12 შვილი ჰყავს და მერი ლენოქსისთვის ყიდულობს საყტუნაოს ლახტს. და ჩემთვის ეს ეპიზოდი იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ მასწავლებლობის და ადამიანობის, დედობის მთავარ საზრისის ატარებს, საზრისია ჩადებული, გულისხმობ იმას, რომ სხვის შვილებზე ზრუნვა, შენი შვილების ზრუნის პარალელურად არის ძალიან მნიშვნელოვანი კი არა და ყველაზე მთავარი. სხვაგვარად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არსებობას, ჩემს დანიშნულებას ვერ ვხედავ ამ სამყაროში. და ზუსტად იგივე გამეორდა და ესეც ინგლისური ლიტერატურისდან იყო, რაც გითხარით, ხომ? საიდუმლო ბაღს ვგულისხმობ და რატომღაც მგონია, რომ აი ეს ერთ-ერთი რაღაც გადაძახილივით არის ლიტერატურული ამ წიგნიდან, საიდუმლო ბაღის სადმე, აი ამ წიგნიდან წიგნში, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ჰგავს მოტივი. როდესაც შობა დგება, ჰარის ოჯახიდან ბიძა და დეი და პეტუნია უგზავნიან საჩუქარს ნახევარ პენს. წარმოიდგინეთ, როგორ რაში უნდა გამოიყენოს და საჩუქრის დატვირთვა რომ ჩუქნიან საჩუქრებს, სწორედ ის არის, რომ ადამიანს უნდა აჩუქო ისეთი რამ, რასაც გამოიყენებს. და ჰარი მიიღებს მისის უილსისგან, რონის დედისგან, რომელსაც ჰყავს 6 შვილი, ნაქსოვ სვიტერს და ტკბილეულში დამზადებულ ტკბილეულს. იცით, რომ უილსების ოჯახი არ არის
ხელმოკლედ ცხოვრობენ და რონს უკვე მობეზრებული აქვს ეს ისევ დედამ გვიქსოვს ხოლმეო და შენც გამოგიგზავნაო არა და წიგნის ბოლო სრულდება მე აღარ მახსოვდა და ახლა როცა ვემზადებოდი ამ ვიდეოსთვის და ხელახლა წავიკითხე გამიხარდა რომ სწორედ ეს ეპიზოდი მაქვს შერჩეული რომელიც ეხმიანება ბოლო ნაწილს და აქ ბავშვები საზაფხულო არადეგები იწყება და მისის უილს მადლობას უხდის რონი ამ სვიტერისთვის. აი როგორ შეიძლება რომ ასეთი თემები რაც უკვე ვახსენე ასევე როგორ წაახალისებს სკოლა 4 ჯგუფი არის ამ გუნდი ამ სკოლაში და გრიფინდორის ის წარმომადგენლები არიან ეს მეგობრები რონი, უილსი და ჰერმიონი და თავდაპირველად სლიზერინი მიიღებს მაღალ ქულებს, მაგრამ შემდეგ ალბუსი აცხადებს დამატებით ქულებს და ბოლო ნაწილში ჩადენილი საქციელისთვის ჯილდოვდება გუნდი, გრიფინდორის გუნდი. ერთი ის რომ ლოგიკური აზროვნებისთვის ჰერმიონს დააჯილდოვებენ, რონი ჭადრაკის საუკეთესო დათამაშები პარტიისთვის და ჰარი პოტერს ნევილს კი მეგობრობისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის. იმიტომ რომ მეგობრები მიდიან სახიფათო თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად, სახიფათო გადაწყვეტილება მიიღეს და ნევილი წინ აღუდგება, არ უშვებს ამ მეგობრებს და ჰერმიონი გამოიყენებს რაღაც გამაშეშებელ ჯადოს შელოცვას და შებოჭავს ამ ბიჭს და აი ამასაც კი დაინახავს პროფესორი სკოლის ხელმძღვანელი და ამის გამო წაახალისებს ბავშვს. ხოლო ჰარი უჩვეულო სიმამაცისა და ნებისყოფისთვის მიიღებს დამატებით ქულებს. აი წარმოიდგინეთ ახლა რაც ვახსენე ეს ყოველივე როგორ შეიძლება იყოს როგორ შეიძლება აუკრძალო ბავშვს ამაში თანამონაწილეობა. და აქვე ვიტყვი იმასაც რომ შეგახსენებთ ფენტეზისთვის დამახასიათებელ 3 რამეს, ეს არის სინამდვილიდან გაქცევა, ბედნიერი დასასრული და მესამე სულ მავიწყდება, ერთი წუთით უნდა დავფიქრდე. თანამონაწილეობა ამ ამბავში, თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ფენტეზი ჟანრს მკითხველი, რომელიც კითხულობს ამ ჟანრის წიგნს, გმირთან ერთად გადის ამ გზას, ფათერაკებით სავსე გზას, მასთან ერთად ამარცხებს ბოროტებას, მასთან ერთად ეშინია ნებისყოფას ავლენს და აი ეს დაძაბულობა, რაც წარმოდგენილი არის ამ უცნაური გარემოთი ამაღელვებელ განცდებს ბადებს მკითხველში და ყოველივე ეს კი იმისთვის ხდება, რომ ადამიანს თავისი ზნეობრივი პრინციპები შეახსენოს ამ წაკითხულმა წიგნმა და უფრო გაძლიერდეს, სიმამაცით აივსოს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეუფლება, როცა ვკითხულობ ჰარი პოტერს და ფილოსოფიურ ქვას. მე მხოლოდ 4 ნაწილი მაქვს წაკითხული, ბოლო 3 ნაწილის წაკითხვის ბედნიერება წინ მელის. აქვე გეტყვით, როგორ გავაცალე ჩემს რაჭულ მოსწავლეებს ჰარი პოტერი როლური მოდელით, შევიკერე ქუდი ჰარი პოტერის მსგავსი მოსასხამი, შავი მოსასხამიც მქონდა და მგვალი სათვალეებიც. კლასიდან გავედი და მთხოვე რომ თვალები დაეხუჭათ და რომ გაახილეს ვიჯექის კამზე ჰარი პოტერის მსგავსად ჩაცმული და კითხვები დავურიგე წიგნის მიხედვით, ჯერ თავად მიპასუხეს ამ კითხვების შესახებ და მე როგორც ჰარი პოტერი ისევ პასუხობდი. დღემდე ახსოვთ ეს ჩვენამდე. ეს წიგნი ჩემმა მეგობარმა 2020 წელს თეკლას აჩუქა ჩემს პირველ შვილს და მინდა რომ წაგიკითხოთ ეს შესანიშნავი წარწერა. თეკო უკვე დროა ჰოგვორტსისა და ჯადოსნობის სამყაროში შეაბიჯო, ვერც კი წარმოიდგენ ამ პაწეწინა წიგნიდან რა დიდებული ამბები იწყება და რა მაგიური გახდება ყოველი შენი ის დღეც, როცა ჰარი პოტერის კითხვას დაიწყებ, როცა ისევ და ისევ მიუბრუნდები ამ ჯადოსნურ ამბებს, გისურვებ სასიამოვნო მოგზაურობას
მოგზაურობას და გპირდები საინტერესო მეგზურობას. შენ ქრისტი და ქრისტი ახლა ჩინეთში არის ინგლისურს ასწავლის არაჩვეულებრივი მასწავლებელია და მინდა იმაზეც გამემახვილებინა ყურადღება რომ ახლა დავფიქრდი აქამდე ადრე ამაზე არ მიფიქრია ჰარი პოტერი როგორც განათლების პოპულარიზაციას ეწევა ეს წიგნი. იმიტომ რომ განათლების მნიშვნელობას ზე გვაფიქრებს აქ სკოლაში მიმდინარეობს მოქმედება როგორც ვიცით და ჰოგვორტსის სკოლა ეს მასწავლებლები რომლებიც ზოგი მისაღებია ბავშვებისთვის, ზოგი ძალიან მკაცრია, ზოგი მოსაწყენია, ძალიან გავს ჩვენს თანამედროვე სკოლას, ჩვენც ასე ვართ ბავშვებისთვის მასწავლებლები და ჰერმიონი გრეინჯერი მინდა ვახსენო, ჰერმიონი რომლის უზარმაზარი ძალა არის სწორედ ცოდნა და როცა კითხულობ თუ როგორი შემართებით გამოაქვს ბიბლიოთეკიდან წიგნები და ათენებს და აღამებს იქ და მე როგორ იყენებ საჭირო დროს ამ ცოდნას შენ სრული გიჩდება ბავშვს პირველ რიგში რომ აი ჰერმიონის მსგავსად ცოდნა ისწავლოს და სწავლის მნიშვნელობა არის წამოწეული ამ პერსონაჟის სახით ასე მგონია სხვა ყველაფერთან ერთად სიმამაცესთან თავდადებასთან და გაბედულებასთან მეგობრობასთან ერთად. მეორე წიგნი, ხო, ეს წიგნი, ხო, აქვე მინდა ვთქვა წინა ვიდეოში ვერ მოვასწარი, რომ რა საფრთხე ასე რომ ვთქვათ, შეიძლება დავინახოთ მასწავლებლებმა. საფრთხე ცოტა ისეთი შეუსაბამო სიტყვა, მაგრამ მე გირჩევდით, რომ ეს წიგნები ბავშვებმა წაიკითხონ მაშინ, როცა პერსონაჟის ტოლები გახდებიან, ანუ 11 წლის ხდება ჰარი პოტერი პირველ ნაწილში და 11 წლისამ დაიწყონ და შემდეგ ვეღარ გაჩერდებიან, ასე ემართებათ დაემართა ჩემს ორშვილს. წარმოიდგინეთ ეს წიგნი რომ არ იყოს ასეთი საყვარელი, ასეთი მიმზიდველი და ასეთი ჯადოსნური სიკეთით სავსე, ნამდვილად ვერ შეძლებდნენ რომ გადაესასლათ 7 ნაწილი მსხვილი წიგნები თანამედროვე მოზარდებს. ამასთანავე, ხო, იმიტომ რომ როცა ძალიან პატარა კითხულობს, აი ამ ყველაფრის მონელება უჭირთ ხოლმე და შთაბეჭდილება ემოციებიდან ვერ გამოდიან და შეიძლება ეს მოეჩვენოს ადამიანს ზრდასრულს ცოტა უცნაურად. ვფიქრობ, რომ საჭირო დროს, აი საჭირო ასაკი სჭირდება, სწორი ასაკი ამ წიგნთან მისასვლელად, რადგან ძალიან რთული თემები არის წამოწეული, ადამიანურ ურთიერთობებს გულისხმობ, მზაკვრობა, ვერაგობა და აი ეს ხლართები, რომლებსაც აქ აბამენ ანტაგონისტი პერსონაჟები ხომ და ამაში თან მონაწილეობა მკითხველს გულისხმობ რთული მოსანელებელია როგორც უკვე ვთქვი და ასაკს აქვს მნიშვნელობა. მეორე წიგნი კი მაჩუკა ჩაომიტანა ჩიკაგოდან ჩემმა მეგობარმა ნინომ და ძალიან გვიყვარს ეს გამოცემა. ულამაზესი წარწერით ნინოც გვისურვებს სასიამოვნო მოგზაურობას ჰარისთან. ჰარის ჯადოსნურ თან ინგლისურენოვან სამყაროში გვჯერა რომ თქვენი თავგადასავლები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, გვიყვარხართო და 2021 წელს მივიღეთ ასეთი საჩუქარი ულამაზესი ნახატებით, ქართულადაც გამოესცა გამომცემლობამ, როგორც ვიცი, და ინგლისურად წაკითხულს კიდევ თურმე სულ სხვა სიხარული მოაქვს და ჩემ შვილთან ერთად ვკითხულობდი გაბრიელთან ერთად აქ ვარ გაჩერებული და იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებთ. დიდი მადლობა.